მოგესალმებით, რაღაც მოწყენილი ჭიქა გვაქვს დღეს, გოგოშკებო, რატომ ნეტა თითქოს არაფერს აღარ ელოდებით საერთოდ. სუნტყვილად მინდა გითხრათ, მოლოდინის პროცესი გაჩერებულია მიჩვენებს. როცა არაფერს აღარ ელოდები, სწორედ მაშინ ხდება სასწაულები. ხო ვიცით უკვე არა ეს ბევრმა. არადა ძალიან დიდი სასწაულები გელოდებათ. გულს შეხედეთ, გულს, რამხელა სიყვარულის ნიშნები გაქვთ. შეხვედრა, მეგობრებო, სადღაც იჯდებით საყვარელ ადამიანთან ერთად. ვინც დაწერს მე არ ამყავს, მგეყოლება ესე იგი. და ესე იგი პროგნოზი თქვენთვისაც არის. იყო დრო მე გეტყოდით, რომ ძალიან ბედნიერები იყავით. მაგრამ თქვენი ბედნიერება არავის არ ახარებდა. ბევრს არ ახარებდა თქვენი ბედნიერება. სავსეა ბოროტი ხალხით. ენერგია, ხვლიკებით და გველებით. პრინციპში მე ხვლიკები ძალიან მიყვარს სხვათა შორის. ხვლიკი ნიშანია სისწრაფის, ეთქობა სწრაფად მოქმედებდნენ თქვენს წინააღმდეგ. ძალიან უნდათ რომ ენახეთ დაცემული მხოხავი მიწაზე, მაგრამ ვერ გნახეს. იყო პერიოდი, მეგობრებო, ყველასთვის არ არის პროგნოზი, რა თქმა უნდა, სისულელებს წერთ კომენტარებში, აი, მე არ მქონდა, მე არა, რაღაცა მაგიებზე საუბრობ. იყო პერიოდი, ხურავდნენ ვიღაცას, უბრალოდ არ გამოვიდეთ. და ეს იყო სასიყვარულო ურთიერთობის დახურვა, დაშორებაზე იყო გაკეთებული. ვიღაცამ თითქოს ისე მოგიალერსათ, იცით, ცივად, თითქოს ძალიან თბილად განწყობილი, არ ვიცი, ასო ვინ არის თქვენს ცხოვრებაში, და ვერთან იქნება. და ეს ადამიანი რაღაცას გეუბნებოდა, სულ გულში ქონდა ჩადებული, სხვათა შორის სხვა რამ აბსოლუტურად. მერე გაჩვენათ სავარაუდოდ რეალური სახე ამ ადამიანმა. მეგობრებო, ბევრს გეტყოდით, ნუ ახარებთ სხვებს, იცით, თქვენი პრობლემები სხვებს აძლიერებს. ნუ აჩვენებთ პრობლემებს. აბსოლუტურად ნურავის ნუ აჩვენებთ თქვენს პრობლემებს. თქვენ ამ პრობლემებს მოერევით, დამეჯერეთ. სულ თითქოს პარალელები აქვს თქვენი ცხოვრების ეპიზოდებში თავიანთ ცხოვრებას აკვირდებიან, აი, მას რა აქვს, მე რა მაქვს და ასე შემდეგ. სულ შედარება მიდის, ბოლო პერიოდში ბევრთან იქნება ასეთი ასპექტი. პარალელები. თითქოს ვიღაცა ადარებს საკუთარ ცხოვრებას თქვენსას. და ვერ ვიტყვი, რომ უხარია რაღაცა, რასაც ხედავს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ თითქოს მოგერიასავით. და ამიტომ ნუ აჩვენებთ თქვენს ცრემლებს, ნურავის და წამოდექით ჯობია. თუ ამ ეტაპზე რაიმე პრობლემა გაქვთ. იყო პერიოდი, როდესაც თქვენს ოცნებებს იწუნებდნენ და იწუნეს თქვენი ოცნებები. ან შესაძლოა რაღაცას გეუბნებოდნენ, რომ არ გამოგივაო. რიცხვი 19, მეგობრებო, წარმატება, გამარჯვება გაქვთ ამ რიცხვში. კიდევ აქ საქმე, რომელიც გაჩერებულია წინ მიდის, შეხვედრები ჩანს, ორი სუფრა ამოდის, ძალიან დადებითი. ვიღაცასთან დრო და მანძილი ჩანს ძვირფასება ურთიერთობაში, ან ვიღაცას ელოდებით. და ეს მანძილი და დრო გაჩვენებთ, რომ ერთად ყოფნისთვის ნამდვილი მიზეზები გაქვთ. ხვალ ვიტყოდი, ძალიან კარგი დილა იქნება ვიღაცას, ძალიან დადებითი შეხვედრა, დადებითი დღეც, სხვათა შორის. რა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, აქ ხელახალი მცდელობა გაქვთ ბედნიერებისთვის 90%-ში.
ასე რომ წარმატებები ჩვენ. დანარჩენი ვნახოთ სხვა პროგნოზებში. ბედნიერად, ძვირფასო მეგობრებო და გამომწერებო. მადლობა ყურადღებისთვის.